გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პედიატრი ძმების გვერდზე, მე ვარ კოტე. მე ვარ დავითი და დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ძალიან ბევრ ახალ მშობელს აწუხებს, ეს არის ინფანტილური ჰემანგიომები. კი, უმეტეს შემთხვევაში ჰემანგიომები უნებელია და დროთა განმავლობაში თავისით გაქრება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის საჭიროებს დამატებით ყურადღებას პედიატრისგან და ასევე მშობლისგან. ასე რომ დაგველოდეთ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, რომ გაიგოთ მეტი ჰემანგიომის შესახებ. ჰემანგიომები ახალშობილებში ყველაზე გავრცელებული სისწარღვოვანი სიმსივნეებია, ისინი უმეტეს შემთხვევაში არის კეთილთვისებიანი, თუმცა სიცოცხლის პირველ 6 თვეში სწრაფად შეიძლება გაიზარდოს, ამას ეწოდება პროლიფერაციის ფაზა და 12 თვის შემდეგ კი ნელ-ნელა იკლებს ზომაში და უკუ განვითარებას იწყებს. ამას ქვია ინვოლუციის ფაზა. კი, ისინი შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას, სახეზე, სკალპზე, ტანზე ან ორგანოებზეც კი, მაგალითად ღვიძლზე. უმეტესობა რა თქმა უნდა უნებელია, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება ისეთ სახიფათო ზონაში იყოს, როგორც არის მაგალითად თვალი, სახის მიდამო, ტუჩის მიდამო ან შინაგანი ორგანოები, როგორც არის ღვიძლი, ამათ შეიძლება შექმნას როგორც ორგანოს მხრივ პრობლემა, ასევე შექმნას კოსმეტიკური დეფექტის დარჩენის რისკი. ჰემანგიომის რისკს ვახარისხებთ ზომის, მდებარეობის და ზრდის მიხედვით. მკურნალობა გვჭირდება მაშინ, როცა ჰემანგიომა დიდი ზომისაა, ქმნის კოსმეტიკური დეფექტების რისკს და საფრთხეს უქმნის რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემას. მაგალითად, პატარა ზომის ჰემანგიომა ფეხზე ჩაითვლება დაბალი რისკის ზონად და შეგვიძლია გამოვიყენოთ აქტიური დაკვირვების მეთოდი, წამლით ჩარევის მაგივრად. კი, მაგრამ ჰემანგიომა თუ არის ქუთუთოზე, ტუჩზე ან სახის მიდამოში, ამ შემთხვევაში ის შეიძლება დავაკლასიფიციროთ როგორც მაღალი რისკის ჰემანგიომა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ჩავერიოთ, იმიტომ რომ არსებობს როგორც თვალის დაზიანების რისკი, ასევე შეიძლება არსებობდეს საკვების მიღების პრობლემა და სახეზე თუ იყო ჰემანგიომა, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს რისკი, რომ კოსმეტიკური დეფექტი დარჩეს, რასაც უფრო ინტერვენციული ჩარევა დასჭირდეს უკვე მომავალ წლებში. თუ თქვენი ბავშვის ჰემანგიომა სწრაფად იზრდება, წყლულდება, მდებარეობს მნიშვნელოვან ორგანოსთან ახლოს, ნუ დაელოდებით, იდეალურია მიმართოთ სპეციალისტს 4-დან 6 კვირის ასაკში. კი, მაგალითად, მკურნალობას, როდესაც ჩვენ ვიწყებთ რაც შეიძლება ადრე, იმიტომ რომ უფრო ეფექტიანი შედეგი გვაქვს. ასე რომ თუ თქვენს შვილს აქვს ჰემანგიომა, აუცილებლად დაგვიკავშირდით ჩვენ, თქვენს პედიატრს ან დერმატოლოგს. რაც შეეხება მკურნალობას, მაღალი რისკის ჰემანგიომების პირველი რიგის თერაპია შეიძლება დაიწყოს პროპრანოლოლით. პროპრანოლი არის ბეტა-ბლოკერი. კი, ესე არის ნამდვილად და პროპრანოლოლის გამოყენება უსაფრთხოდ და სწორად დაკვირვების შემთხვევაში ძალიან მარტივად ალაგებს ჰემანგიომას, იქიდან გამომდინარე, ის ხელს უწყობს სისწარღვების უკუ განვითარებას, რაც ამცირებს მის ზომას და ეფექტი შეიძლება შეამჩნიოთ უკვე რამოდენიმე კვირაში მკურნალობის დაწყებიდან. პატარა ზომის ზედაპირული ლაქების შემთხვევაში პედიატრის რეკომენდაციით შეგიძლიათ ტოპიკური თიმოლოლი გამოვიყენოთ. კი, სამწუხაროდ საქართველოში დავით მოდი უნდა შევეხოთ ამ თემასაც, რომ ხშირად ინიშნება სპირტის ინექცია დაზიანებაში თვითონ ან ქირურგიული ჩარევა. როგორც წესი, ეს პირველი რიგის მკურნალობა და არ უნდა განიხილებოდეს, თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ალკოჰოლის ინექცია სისწარღვოვანი მალფორმაციების დროს შეიძლება განიხილებოდეს პირველი რიგის მკურნალობად, მაგრამ არა ჰემანგიომების დროს. ხოლო ქირურგია უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იყოს მიზანშეწონილი, როდესაც სიცოცხლეს ან ორგანოთა სისტემებს ექმნება გარკვეული საფრთხე მოკლე ვადაში. პროპრანოლს როგორც წესი პაციენტების ორგანიზმის უმრავლესობა კარგად იღებს, თუმცა უნდა დავაკვირდეთ ისეთ გართულებებს, როგორც არის შაქრის დონის ვარდნა, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის სიხშირის ვარდნა. ამ დროს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ იმ ბავშვებში, რომლებიც არიან ახალშობილები და დღენაკლული ჩვილები. ამისთვის ასევე ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მშობლებს, რომ თვითნებურად არ დაიწყონ მკურნალობა, აუცილებლად მივიდნენ ისეთ პედიატრთან, რომელმაც იცის, როგორ უნდა გაზარდოს დოზა, ზუსტად რას უნდა დააკვირდნენ. ასევე მნიშვნელოვანია პროპრანოლოლი მივცეთ ჭამის შემდეგ, რომ თავიდან ავიცილოთ ჰიპოგლიკემია, მშობლები აუცილებლად უნდა დააკვირდნენ ასევე ისეთ შივილებს, როგორც არის ოფლიანობა და მივარდნილობა. სანამ დავით ჩვენი ვიდეოს ბოლოში გავალთ, ასევე შევეხოთ იმ მითს, რომელიც ხშირად გვსმენია ჩვენ,
ეს არის რომ ჰემანგიომის შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაცია, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს მის ზრდას, რაც ვეტყოდით მშობლებს ამასთან დაკავშირებით. კი, ეს ნამდვილად არის მითი, იმიტომ რომ ამ ორ ფაქტ შორის კავშირი არ არის. ჰემანგიომის ზრდას ხელს ვერ შეუწყობს ვაქცინაცია, ამიტომ ჩვეულებრივად რეგულარულ ცხრილში ვაქცინაციის, ასე ვთქვათ, როგორი თანმიმდევრობაც არის, მშობელი აუცილებლად უნდა გაყვეს მას. ზოგიერთ ჰემანგიომას თან ახლავს ისეთი სინდრომები, როგორიც არის მაგალითად face და lumbar და ამ დროს საჭირო არის დამატებითი გამოკვლევები და მრავალპროფილური მართვა. კი, ამსავე ჰემანგიომების დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღმოვაჩინოთ ადრეულ ეტაპზე ღვიძლში მყოფი და სასუნთქზებში მყოფი ჰემანგიომები, რადგან ეს გადაუდებელი მდგომარეობაა და შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ამ შემთხვევაში სწრაფი დიაგნოზი და სწრაფი ჩარევა ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას. ჰემანგიომის მართვის მიზანი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვინდა რომ ავირიდოთ თავიდან გართულებები, ნაწიბურების გაჩენის რისკი მინიმალურამდე დავიყვანოთ და ბავშვის და ოჯახის ემოციური მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად მაღალი. კი, ეს ნიშნავს მშობლების მომზადებას შესაძლო კომენტარებისთვის მაგალითად, ან შეიძლება ვიღაც ადამიანი მიაშტერდეს ჰემანგიომას და ხშირად ესეთი საკითხები შეიძლება დისკომფორტს უქმნიდეს მშობელს. ამიტომ ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყვნენ მშობლები. თუ თქვენ შვილს აქვს ჰემანგიომა, ნუ შეშინდებით, უმეტეს შემთხვევაში ის უვნებელია, მაგრამ ზოგს სჭირდება დროული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სწორი მკურნალობის დანიშვნა. შეგიძლიათ ჩვენ მოგმართოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კი, ასევე თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში. გმადლობთ, რომ უყურებთ პედიატრ ძმებს, არ დაგავიწყდეთ, რომ დაგვიწეროთ კომენტარები, გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და გაუზიაროთ ეს ვიდეო მეგობრებს. კარგად.